მხოლოდ ყინულის დიდ ლამაზ ნაჭერს ვითხოვ, განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდან. 1 საათისა და 13 წუთის ხანგრძლივობის სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტი არაერთხელ მიუბრუნდა გრენლანდიის საკითხს, რომელმაც ვაშინგტონსა და ევროპას შორის პოლიტიკური დაძაბულობის გარდა გარკვეული სამხედრო საფრთხეებიც გააჩინა. დონალდ ტრამპის მტკიცებით მსოფლიოს უდიდესი ყინულოვანი კუნძულის დასაკავებლად ძალას არ გამოიყენებს და მზად არის დაუყოვნებლივი მოლაპარაკებებისთვის. ეს კი იმ ფონზე, როდესაც დავოსში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვაზე, რისთვის არის მზად გრენლანდიის დასაუფლებლად, მეტი ბუნდოვანებით უპასუხა ფრაზით: ამას გაიგებთ. Ჩვენ გვჭირდება ძლიერი მოკავშირეები და არა დასუსტებული. გვინდა რომ ევროპა იყოს ძლიერი. საერთო ჯამში ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და მიმდინარე საკითხებს შორის არც ერთი არ არის ისეთი აშკარა, როგორც გრენლანდიის. გსურთ რამდენიმე სიტყვით ვისაუბრო გრენლანდიაზე? ვაპირებდი საერთოდ არ მეხსენებინე ის ჩემს გამოსვლაში. თუმცა ვიფიქრე, რომ ეს უარყოფითად იქნებოდა აღქმული. გრენლანდიისა და დანიის ხალხებისადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. თუმცა ნატოს თითოეული მოკავშირე ვალდებულია დაიცვა საკუთარი ტერიტორია. საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა არც ერთ ქვეყანას თუ სახელმწიფოთა ჯგუფს არ შეუძლია გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ზეს სახელმწიფო ვართ. ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე ეს ხებს გონიათ. ამის შესახებ 2 კვირის წინ ვენესუელაში გავიგე. ეს ყველაფერი ვიხილეთ მეორე მსოფლიო ომში, როდესაც დანია 6 საათიანი ბრძოლის შემდეგ ჩაბარდა გერმანიას და ვერც საკუთარი თავის დაცვა შეძლო და ვერც გრენლანდიის. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით ჩვენი ძალები გაგვეგზავნა გრენლანდიის ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ჩვენ ეს შევძელით, თუმცა დიდი დანახარჯების ფასად. ცდილობების მიუხედავად მათ არ დავუტოვეთ გრენლანდიის დაპყრობის არც ერთი შანსი. დანია მესიცის. ჩვენ შევქმნით ბაზები გრენლანდიაში დანიისთვის. ჩვენ ვიბრძოდით დანიისთვის. რათა ის შენარჩუნებულიყო მისთვის. ყინულის დიდი, ლამაზი ნაჭერი. რთულია მას მიწა უწოდო, რადგან ეს ყინულის უზარმაზარი ნაჭერია. ჩვენ გადავარჩინეთ გრენლანდია და წარმატებულად აღვკვეთეთ ჩვენს ნახევარსფეროში ჩვენი მტრის დამკვიდრება. ჩვენ გარეშე ახლა ყველანი ვისაუბრებდით გერმანულად და შესაძლოა ცოტა იაპონურადაც კი. ომის შემდეგ ჩვენ დაუბრუნეთ გრენლანდია დანიას. რა სულელური ნაბიჯი იყო ეს ჩვენი მხრიდან. თუმცა მაინც გავაკეთეთ. ალბათ ვერაფერს მივახცევთ, ვიდრე მე არ გადავწყვეტ ძალის გამოყენებას. მაშინ, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი შეგვაჩერებს. თუმცა ამას არ ვიზამ. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რადგან ხალხს ეგონა, რომ მე ძალას გამოვიყენებდი. მე ეს არ მჭირდება. არ მინდა და არ გამოვიყენებ ძალას. კოპენჰაგენისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება მორიგჯერზე არის იმის დასტური, რომ გრენლანდიის საკითხზე ვაშინგტონი არ აპირებს რაიმე შეცვლას ან გადახედვას. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ დავოსში წარმოთქმული სიტყვები დიდად არ განსხვავდება ვაშინგტონში მანამდე ნათქვამს, თუმცა როგორც ამბობს, სხვაობა შესამჩნევია მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის საკითხზე. პრეზიდენტის განცხადებები სამხედრო ძალის შესახებ ცხადია დადებითი მომენტია, თუმცა ეს არ აგვარებს პრობლემას და სწორედ ამიტომ ჩვენ უსრულად ვინარჩუნებთ ჩვენს ერთგულებას ამ საკითხში ყველა ჩვენი მეგობრის, მოკავშირის და მათ მიმართ, ვისაც სურს თქვას, რომ 2026 წელს ჩვენ არ ვივაჭრებთ ადამიანებით. ადამიანებს შორის ვაჭრობა შეიძლება, მაგრამ ადამიანებით დანაშაულია და რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ მივყვებით ამ პრინციპს. ეს არის ის დიპლომატიური ხაზი, რომელზეც ჩვენ გასულ კვირას ამერიკაში ვიზიტის დროს შევთანხმდით. თავისთავად ცხადია, რომ პრეზიდენტის ამბიცია არის უცვლელი. პრობლემა გადაუჭრელია, რადგან მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ იჯარას დაუფლება ჯობია და რომ დანია ვერ შეძლებს გრენლანდიაზე ზრუნვას. ამიტომ პრობლემა რჩება ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც არ შეესაბამება ჩვენთან არსებულ ინსტიტუტებს. გრენლანდია არის ნატოს წევრი. დანია არის ნატოს წევრი. გრენლანდიისა და ზოგადად არქტიკის რეგიონის ჩინური თუ რუსული გავლენებისგან დასაცავად დასავლელ პარტნიორებს შორის ერთობლივი მუშაობის მომხრეა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც. დანიის მფლობელობაში არსებული კუნძულის შესახებ დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. გრენლანდიის დაუფლების საკითხი არ წამოჭრილა მასსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზეც, თუმცა ნატოს გენმდივნის თქმით, საუბრისას მიღწეულია გარკვეული წინსვლა. მოგვიანებით ეს ამერიკის პრეზიდენტმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ არქტიკის შესახებ მომავალი შეთანხმების ჩარჩოს ჩამოყალიბება მისი გადაწყვეტილება შეცვალა და 8 ევროპული ქვეყნისთვის 1 თებერვლიდან დასაწესებელ ტარიფებს აუქმებს.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ უზარმაზარი არქტიკული რეგიონის დასაცავად, სადაც ახლა დიდი ძვრებია, სადაც ჩინელები და რუსები უფრო და უფრო მეტად აქტიურობენ. სწორედ ამას შეეხო ჩვენი საუბარი. Ფიქრობ დღევანდელი საღამო წარმატებული იყო და ჩვენ გვაქვს კარგი შეთანხმება ამ საკითხზე მუშაობის დასაწყებად. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორივე თანხმდებით და შევთანხმდით რისი გაკეთება შეუძლია ნატოს ერთობლივად, გრენლანდიის ჩათვლით, მთელი არქტიკული რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბევრი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს მსოფლიოსთვის და ნატოსთვის ამ მნიშვნელოვანი ტერიტორიის დასაცავად, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა თუ ჰაერში. გრენლანდიის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრის მომხრეა გაერთიანებული სამეფოც, რომლის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილმა განაცხადა, რომ მოკავშირეებს შორის საჭიროა დიალოგი და არა ძალის დემონსტრირება. ეს სიტყვები ლოგიკურად მიაჩნიათ სხვა ევროპელ პოლიტიკოსებსაც, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გეოპოლიტიკური ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულია. მიუხედავად დონალდ ტრამპის განცხადებისა, რომ მას ძლიერი ევროპის ხილვა სურს, დავოსის ფორუმის ტრიბუნიდან მას არ დაეთანხმა საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონის შეფასებით, ამერიკას ევროპის დასუსტება სურს, რისთვისაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა არ აღიარონ ძლიერის კანონი და დაუბრუნდნენ დიალოგს. და ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გრძელდება მსჯელობა, ვინ დაეუფლება გრენლანდიას, პლანეტის ყველაზე დიდი ყინულოვანი კუნძულის გაურკვევლობასა და მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინში მყოფი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მომარაგებაზე ზრუნავს.